თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური პროგრესის, სწრაფი ცვლილებებისა და ზოგადად ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე ადამიანი უფრო და უფრო მეტად კარგავს კავშირს საკუთარ თავთან. ეს პროცესი ჯერ კიდევ 100 წლის წინ წინასწარმეტყველა ბერდიევმა და მას დეჰუმანიზაცია უწოდა. დღესდღეობით ადამიანები უფრო და უფრო ხშირად მიუთითებენ შინაგან სიცარიელეზე, სასოწარკვეთაზე. მათ უფრო და უფრო მეტად უჭირთ იპოვონ პასუხები ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა, ვინ ვარ მე, რა არის ჩემი დანიშნულება ამ სამყაროში, რისთვის გავჩნდი, რისთვის ვცხოვრობ და ასე შემდეგ. ამგვარი წუხილები პირდაპირაა დაკავშირებული მწვავე შფოთვის განცდასა და სხვადასხვა ფსიქიკურ მდგომარეობებთან. სწორედ ამ საკითხების საფუძველზე მე-20 საუკუნეში განვითარდა ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია. ეგზისტენციალური მიდგომა თერაპიაში აერთიანებს ეგზისტენციალურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას იმისათვის, რომ დაეხმაროს ადამიანს იპოვოს საკუთარი ადგილი ამ სამყაროში. ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია აქცენტს აკეთებს არსებობის სირთულეებზე, შფოთვებზე, გაურკვევლობებზე, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეგზისტენციალური თერაპიისთვის ერთი მხრივ მნიშვნელოვანია როგორც წარსული გამოცდილებები, ასევე ადამიანის მომავალი, ის პოტენციალი, რომელსაც მას შეუძლია რომ მიაღწიოს. ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია ყველა ადამიანურ ყოფით პრობლემას უკავშირებს ეგზისტენციალურ მოცემულობებს. ეს მოცემულობებია სიკვდილი, მარტოობა, თავისუფლება და უსაზრისობის კრიზისი. ჟან-პოლ სარტრი ამბობდა, რომ არსებობა წინ უსწრებს არსს. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ დავბადებულვართ წინასწარ განსაზღვრული შინაარსებით. არამედ ჩვენ გვაქვს არათუ უნარი, არამედ პასუხისმგებლობა, რომ თავად შევქმნათ საკუთარი ცხოვრება და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენს გამოცდილებებზე, დამოკიდებულებებზე დაყრდნობით. ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის მიხედვით, ყველა ჩვენგანი განვიცდით შფოთვას საკუთარი არსებობის შესახებ. მნიშვნელოვანია ეს შფოთვა გაცნობიერდეს იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა მიაღწიოს საკუთარ სრულ პოტენციალს. ეგზისტენციალურ ფსიქოთერაპიაში არ ხდება მოვლენათა ინტერპრეტირება. თერაპევტი სთხოვს კლიენტს აღწეროს საკუთარი განცდები, გამოცდილებები, დამოკიდებულებები, რომლებიც მას აქვს საკუთარი თავის და იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ის ცხოვრობს. სწორედ ამით ხდება გაცნობიერება და გაანალიზება საკუთარი არსებობისა და იმ სრული პოტენციალისა, რომლის მიღწევაც ეგზისტენციალური თერაპიის მთავარ მიზანს წარმოადგენს.